გამარჯობა მეგობრებო, ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ალექსანდრ არნოლდის კრიტიკასთან დაკავშირებით. მე მგონია, რომ ძალიან დაუმსახურებლად მიდის ამ ბიჭის კრიტიკა ამ თამაშის შემდეგ. არნე სლოტმაც ისაუბრა ამ თემაზე პრესკონფერენციაზე და თქვა, რომ მისი ცუდი თამაში ზოგადად არ არის იმის გამო გამოწვეული, რომ ეხლა რაღაცა ბრალდებები იყო თითქოს, რომ ვითომ რახან რეალიდან რაღაცა შემოთავაზებები იყო ამის გამო მისი გონება არეული არის და ბოლომდე თამაში არ იყო ჩართული და რაღაცა ემოციური ფონი აქვს, ცუდი და იქ აქვს გადატანილი ყურადღება. თუმცა მადრიდის რეალთან მისი დაკავშირება უკვე ძალიან დიდი ხანია ხდება პრესაში. ინტერესი რომ გამოხატული იყო ამაზე თვითონაც ძალიან კარგად იცის. კონტრაქტი რომ იწურება ამ სეზონის ბოლოს და იქ რაღაცა ლაპარაკი და დიალოგი მიდის ამ ყველაფერთვის. ეს ყველაფერი იცის და ზოგადად ბევრი ადამიანი ვინც ამ თემაზე საუბრობს, ვეთანხმები, როდესაც ამბობენ, რომ ეს არის პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც წარმატებული არის იმ გუნდში, რომელშიც თამაშობს. ეს არ არის რაღაცა პატარა გუნდი, სადაც უცებ თავს დაგესხა და თავს ზარი დაგეცა პოპულარობის და უცებ გადაირია და გაგიჟდი და არ იცი რა გააკეთო, არამედ ეს არის ადამიანი, რომელმაც ეტაპობრივად გამოიარა ამ გუნდთან ერთად და შექმნა ისტორია და არის წარმატებული, არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ამ თაობაში და შესაბამისად მოსალოდნელი არის ყოველთვის, რომ მის მიმართ ინტერესი იქნება და ზოგადად რო არის ეს ინტერესი, მან ეს ძალიან კარგად იცის და შესაბამისად თან აქვს კიდევ ერთხელ ამბიცია აქვს იმისი, რომ მოიგოს ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა. ანუ ეს უნდა რომ ამ ესეთი ამბიციების მქონე ფეხბურთელი არის და შესაბამისად მისთვის ეს რაღაცა გონების დაბინდვა და გონების არევა არის სისულელე აბსოლუტურად რეალთან დაკავშირებით. არნე სლოტმა თქვა, რომ ზოგადად და ყველა ამბობს ამას, ჩვენ ვიცით, რომ ტრენტი არ არის მაინც და მაინც კარგი მცხველი, თვითონაც ამაზე უთქვამს, რომ პრობლემური არის მას და მწვრთნელებს მისთვის უთქვამთ. მან ისიც თქვა ინტერვიუში, რომ არნე სლოტი სხვანაირი მიდგომებით ავარჯიშებს მას და ცდილობს, რომ გამოასწორებინოს მისი კრიტიკის ნაცვლად უფრო რაღაცა განვითარებაზე არის ეს მწვრთნელი ორიენტირებული. ანუ არ იყო რა ისეთი ტრაგედია, ძალიან დიდი შეცდომები ისეთი რაც აქამდე არ გაუკეთებია არ ყოფილა. გავიგეთ, რომ იქ რაღაცა ტაქტიკურად და ჩაწოდებები თუ მისგან რაღაცა გამწოვებას თუ მომენტის შექმნას ველით და მეორეს მხრივ თუ ამას ვერ აკეთებს, მაშინ კარგი მცველი უნდა იყოს, მაგრამ ის ხო ვიცით, რომ მას დაცვაში არ აქვს მთლად კარგი მონაცემები, ამას შეგუებულები ვართ ისედაც ყველა, ხო და არ ვიცი ხა სულ ტყუილად არის ამ ბიჭზე რაღაცა გადატანილი. მე მგონია, რომ ზოგადად გუნდმა არ ითამაშა კარგად